თამამად შეიძლება ითქვას, რომ 21 საუკუნე ტექნიკური რევოლუციების ხანაა. საზოგადოების ცნობიერების განვითარებამ ბევრად შეცვალა ადამიანების ყოფა. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ცხოვრებაში დამკვიდრებამ, მისმა გამოყენებამ ყოველდღიურ საქმიანობაში გლობალურ მასშტაბებს მიაღწია. კომპიუტერიზაციამ დაიპყრო ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო, შეიქმნა სხვადასხვა სოციალური ქსელები. დღეს ახალგაზრდებისთვის და არა მარტო ახალგაზრდებისთვის პოპულარული გახდა სოციალური ქსელი Facebook-ი. ვებსაიტები ითავსებენ როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობ ფუნქციასაც. ამ ქსელებით სარგებლობს მთელი მსოფლიო. Facebook-ი ინფორმაციის სწრაფი გავრცელების, კომუნიკაციის დამყარების, სიახლეების მოდიებისა და სხვა უამრავი სასარგებლო თვისებების მატარებელია. შმაგი ბერუაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც შეიძლება ითქვას სოციალურ ქსელებსაა მიჯაჭვული. დიდ როლს თამაშობს სოციალური ქსელი, ფაქტობრივად მაგაზე ვარ დამოკიდებული მთელი დღის განმავლობაში და არა მარტო მთელი დღის განმავლობაში. რა ვიცი, ყოველი დილა იწყება Facebook-ით და მთავრდება Facebook-ით, ანუ დიდ როლს თამაშობს ჩემში. მე მირჩენია შევიდე სოციალურ ქსელში და ყოველ წამებში ან წუთებში გავიგო ინფორმაცია. მეორე მხარე არის, რამდენად მართალი არის ეს ინფორმაცია და რამდენად ტყუილი არის. ადამიანთა გარკვეული ნაწილი ცოდნას, განათლებას წიგნიდან ღებულობს. წიგნი ცოდნას ხანგრძლივად ინახავს. ის შეიძლება გამოიყენო ყოველგვარ მდგომარეობასა და პირობებში. არ ვარ მიჯაჭვული სოციალურ ქსელს, თუმცა ვიყენებ როგორც დღევანდელი ახალგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა, რადგან ინფორმაციის მიღების კარგი საშუალებაა, ასევე გართობისთვისაც კარგი საშუალებაა, თუმცა დროის დიდ ნაწილს არ ვთმობ ნამდვილად, რადგან უპირატესობას წიგნს ვანიჭებ, რა თქმა უნდა. საქართველოში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ უამრავი ადამიანი მასზეა დამოკიდებული. სოციალური ქსელების პოპულარობა რო დღითი დღე იზრდება, ამასთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი. რთულია ვთქვა ყველა სოციალურ ქსელზე რამდენი ადამიანია, მაგალითად Facebook-ის მაგალითზე რო ვთქვა, ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი რაც არის დღეისათვის მსოფლიოში, 1.3 ანუ კიდევ უფრო მეტი, იმიტომ რომ ყოველდღიურად იზრდება მათი რიცხვი, ანუ დარეგისტრირებულთა რიცხვი. სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება მთლიანად არყევს ადამიანის ჯანმრთელობას, იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. ზოგადად ეს ქსელური ინტერნეტი თვითონ ხო ძალიან აკნინებს ბევრ რამეზე, როგორც ფსიქიკურად, ასევე ფიზიოლოგიურად, ასევე მის კონსტიტუციასაც, რა თქმა უნდა, ზიანს აყენებს. თუ განვაზოგადებთ, ჩვენ მივიღებთ ასეთ სურათს. რეალურად ბავშვი, რომელიც რომ დაუშვათ არის გართული და ღრმად არის ჩაფლული და ყოველთვის იმისკენ არის მიდრეკილი, რომ მან ძალიან დღის განმავლობაში უფრო მეტად დაუშვათ 7-6 საათი ვთქვათ, არის თამაშებში ჩართული. რეალურად მისი ფსიქიკა, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად თუ არა და უფრო მეტად ღიზიანდება და უფრო აგრესიული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებზე და ზოგადად ინტერნეტზე მიჯაჭვულობა ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კომპიუტერი და თანამედროვე ტექნოლოგიები მაინც მიმზიდველია.